მოგესალმებით, დავბრუნდით მე-6 პოდკასტი, მე მგონი საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა. ბაჰამას კუნძულებზე ვიყავით, არ გამოდით, ხო? ისე ინვესტორი ყოფილა და ინვესტორი ვარ მე. და ეს არის გურამი. დღეს რატი კიდე ერთი ტეტრისელი შემოიერთა და ნელ-ნელა გვაგროვებს, ალბათ მალე ბექასაც მიადგება იქ. და მე ტეტრის სახლიდან ჩავთავთ მეგობრებო, ამიტომ გამოიწვია ტეტრის. ეს ხმრობა. მე ვთქვი. ხო, ვიმყოფებით დავიდოვის სიგარა ლაუნჯში და მადლობა კიდევ ერთხელ მათ ამ სივრცის სამედო შეგეთ თქვენს მოგზანდეთ. და მინიმუმ ასეთი მყუდრო გარემო შეარჩიოთ თქვენს მეგობრებთან ერთად. მადლობა. ხო, ნუ სიგარა მოვწიოთ. მაგარი ჩამატება როგორ საღო. წინა პოდკასტში დასმული კითხვის გამარჯვებული არის ამ კომენტარის ავტორი. მოგწერეთ სოციალურ ქსელში, რადგან თქვენ მოიგეთ $10. მე გუგათი ვიცდა, ეს არის. მე ლეგალური სახელით. გურამია სრული სახელით. ხო, მაგრამ ირადობაში რაც უწერია, მაგით მიმართავ მე. ყველა გაბუზე და შენ რომელიც გინდა იმის დამიძახი. გუგაჯობია, მე მგონია. გუგაჯობია. კარგი, შენ გუგა დაუძახ. მე გურამს დაუძახებ უცვლელად. ვინმე კომენტარში გაბუს დამიძახეთ რა, ავიც, მადლობა. ხო და. ტეტრისი ბრუნდება ხალხო როგორც არ ბრუნდება, უბრალოდ ჩვენ ბრუნდებით ერთმანეთის ცხოვრებაში, მე და გურამ. Infinite Stone-ების ავიდავარ ჩვენ ამ პოდკასტში. აკვაგროვებთ. მაგარი. ხო და დღეს შევაფშე იცი რა ხდება. სოფლიოში იცი რა ხდება. ტრამპი დაახლოებით. ოკეი, სასაუბრო თემები გვაქვს. კი ხედავთ რომ არაჩვეულებრივი თანაწამყვანი ნახეთ რა. ყველაფერი აბსოლუტურად. მოკეთ დღეს ბევრი თემა დაგვიგროვდა, იმიტომ რომ რეალურად მე მგონი ერთ კვირაზე თუ ორ კვირაზე მეტია არ დაგვიდია პოდკასტი. და ამიტომ შეგვიძლია ესე მივყვეთ თემებს, იმიტომ რომ პირველი თემა რა თქმა უნდა ტრამპს ვერ ავწით და ამერიკის თავებას, იმიტომ რომ მეთქი აი ყოველ ახალ პოდკასტში ახალ თემას მოვიფიქრებ, რომ ამერიკას არ შევეხოთ, მაგრამ ისეთი ამბები არის, რომ აი როგორ გინდა რომ არის ლაპარაკო რა. არ ჩერდებია. ფილმებში რო არის, ხო იცი სოფლიო რო კატასტროფები ხდება და სულ რეალურად ამერიკაში ხდება, სულ ამერიკაში ხდება. ასტეროიდი რო ამერიკაში ეწევა მარტო. ხო და თან არის ჩვენ იმაზეც კი არ გვისაუბრია პოდკასტში, თუნდაც ის რომ მაგალითად ამერიკამ რომ დაადო ეგრეთ წოდებული საგადასახადო ნაწილი კანადა, ჩინე, მაგას არ მოვესწორე. ვერად ხო გეუბნები რამდენი რაღაცა გამოგჩა რომ ამდენი ხნის პერიოდში რა ხანი არ გადაგიყიეთ. ავითი 2 კვირა მეტი თუ არა, ოდნავ მეტი თუ არა, იმიტომ რომ ასეთ ვერ შევგროვდით, მაგრამ ხო და მოკეთ ეგეთი ამბავი არის, კი ეცოდინებათ თქვენ ხალხს რომ მაგალითად ამერიკამ დაადო, ტრამპმა რა თქმა უნდა, ტრამპის პირველი თემა იგი იყო რომ საგადასახადო ნაწილი მოკეთ ჩინეთს გაუმკაცრა, კანადას ცალკე გაუმკაცრა, მექსიკას ცალკე გაუმკაცრა და 25%-იანი განაკვეთი იმპორტ-ექსპორტის თემაში მოკლედ დაადო აი ამ ქვეყნებს, რომ ან მე თანამშრომლობით როგორც მე მინდაო, კანადის შემოერთება უნდა გაცდა, ან აი ასე დაგჭირთ ყველასო და რო თქო ეს ძალიან მარტივია, იმით ეგეთ წურულად ეგ ყველაფერი გამოუცხო ამ ქვეყნებს, მაგრამ ამ პროცესის შემდგომ მალევე რა თქმა უნდა ეს საუბარი არის რომ აი მაგალითად როცა Apple და სხვა კომპანიები იყენებენ მაგალითად რა ვიცი პლატინუმს და სხვა ნედლეულს ხა ისე ხო არის რომ პლატინუმს რაღაცა თუნდაც რა ვიცი Apple-ის კომპანია ცალკე თავისი წიაღისეულს მოპოვებული კომპანია ქონდეს ხო და იდეაში ეს ყველაფერი ან დაუგვიანდათ ან არ მიუვიდათ ან და საერთო ჯამში ერთ დღეში 4 ტრილიონი დაკარგა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ. ანუ ეს არის ისტორიული ვარდნა, რომ აი რო გადაგეხედა S&P 500 ქვია რა, ესეთი 500 კომპანია Z-დან, ყველა იყო გაწითლებული. და უაზო დიდი თანხები დაიკარგა იმის გამო, რომ რეალურად აი ეგეთ წოდებული საგადასახადო თემა იმოქმედა. ხო, ისმის ნეტად ზაღლის ხმა. მოკეთ ზაღლი არის ქვემოთ ბექგრაუნდ ადებს, მონტაჟი ადებს. მოვგუდავთ. ჭალად მოვ. ხო და ეგეთი უცნაური ამბები მოხდა და აქედან გამომდინარე ამ თემაზეც მე როგორც ვთქვი არ გვისაუბრია ჩვენ. ხო და ახლა ნახე რითი განსხვავდება ამერიკა რუსეთისგან. გვერდზე მეზობლებს ხო, ანუ შენი აზრით მაინტერესებს, გვერდზე მეზობლებს ერთში. რუსეთი რო ერთში ახლა მე თავის მეზობელ ქვეყნებს, ასე რა, მაგრამ რუსეთს ხო ყავს ეს მეზობელი ქვეყანა რომელიც თავის ისა რა. ხო, მაგრამ შემოერთება ხო უნდა რუსეთს რაღაცეებს, ანუ არც გეკითხება ისე რა. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ეგრე უნდა ამერიკასაც არც ეკითხება კანადას უნდა თუ არა და მაგის
საპირისპირო და ეგრე უწესებს. ხო და იდეაში ისე გამოდის რომ არანაირი განსხვავება არ ამერიკასთან. მე მაგაზე გავიგე რომ ერთიანდებიანო მექსიკა, კანადა, ჩინეთი თუ რაღაცაო რაღაც თემაშიო და ანუ ძალიან ფეიკია. პრეზიდენტს მიმართ. უნდა დაბომბო. ანუ ფეიკია რა, მე შენ მოგმართავ, შენ ხარ პრეზიდენტი. არ ვიცი, ეგეთი ამე პირველად გავიგე, მაგრამ ერთი ის არის რომ მოკლედ, აი მაგათი ხა კარგი შედარება იყო, რომ თუ მაგალითად რუსეთი ომით, აგრესიით, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში, უკრაინის მიმართებაში და ამავე ესენი სანქციები. ესენი უფრო აი ფინანსური ომია რა, რომ ეს ფინანსური ომი საკმაოდ ნაკლები არის. იმიტომ რომ რა ვიცი ხა პრაქტიკულად მარტო მაგას არა დანიის ტერიტორიის აღებაც უნდა რეალოდ რომ გადათავსოს ეგრეთ წოდებული თავდაცვის იარაღები რომელთაც ამბობს რომ ხოლმე თავინა დავიცვა რომ რამეო ამიტომ ძალიან ბევრი სურვილი აქვს დონალდ ტრამპს რომელიც არ ჩანდა რეალურად მის საპრეზიდენტო მოგეთ აგიტაციის პერიოდში რომ ამ ყველაფერს ესე რო გახდა პრეზიდენტი მე უფრო იმას ხნა ხო თქვენ გიტირებთ ხო ფასი ის არის ყო პირველად რომ ვისა პრეზიდენტი რო გახდა მეორე დღეს რა კანონში შემოიტანა თუ რაღაცა დააბრიხ ხო რაღაც პირველი დღეს ისეთებს მოვაწერა ხელი რომ ხო რაღაც სასწაულს ყურე მექსიკის ყურე რომ ამერიკის ყურე უნდა გახდესო და ეგ უკვე აიო რა მაგათ ხელში არის და როგორც მე მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ფონდს როგორც არის BlackRock-ი, ნუ მათ გადასცა საკონტროლო პაკეტი აი ამ ყურის თემაში, რომ თქვენ გააკონტროლოთ ეს ყველაფერი. მოკეთ ანუ ყველაფერს ალაგებს, აი შენ რო იყო ამერიკელი, ის ყველაფერი რაც მან განახორციელა, თლად ცუდი არ არის, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე მისი ქვენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ შტატში დაიწყო. ნახე აქციები რა. რა ტეხავს, ცი, ანუ ნახე, მე ვარ მაგალითად მექსიკელი, ხო? და შეხარ ამერიკელი. როგორ მექსიკელი მეგობარი? კი, დღეს არ არის ჩვენთან. ანუ შეხარ ამერიკელი, შენ გაგისწორდება. რო ყურე ამერიკის ყურე ქვია მაგარიაო რაღაცაო, მაგრამ მე რატო არავინ არ მეკითხება რა, ანუ ჩემ ხო, ანუ ეგაა თემა რა, ანუ ბულია რა, იმენ აბულინგებს. ხო, ანუ ჩაგრებიან პოლიტიკურად როგორც ყოველთვის. ხო და ჩვენც ხო ეს ბულინგი არის, ანუ შენ რო რუსეთის მიმართ გაგზიზღი, იმიტომ რომ რუსეთი კლაუს რაღაცას გიშვება, ამას გიშვება. წარმოიდგინე ამათ რა მექსიკელებმა ის გადაობა ვიდეო თვითონ რო ჩაკეტეს საზღვარი. ხო გავდანახე. მექსიკელებმა თვითონ ჩაკეტეს საზღვარი ამერიკასთან. საზაზრო ხაზზე თვითონ დახურეს ისა კარები. მექსიკელები კი აღარ გადადიან, აღარ უშვებენ ვაფშე ამერიკელებს. არც უნდათ. ხო და იგივე ზიზღი უვითარდება. მაგაზე იყო ეს გადაობა ის მექსიკის ხოდი აღარ არისო თუ რაღაც მექსიკის ხოდი აღარ არისო რა. ხო, ანუ აზრი აღარ აქვს რა და მაგას ვამბობ რომ თავისივე იმას ითხრიან რა. ხო და არავის არ ეკითხებიან და მაგიტო არის ეგ ზიზღი და ისა და პირველივე დღეს შე რო თქვი რაღაცა მიიღო, პირველი დღეს იმენი რაღაცა მიიღო და იმენ რაღაცას მოაწერა ხელი რომ ძალიან ბევრი რამეს მოაწერა ეს პირველი დღეს. მათ შორის რა კავშირშია ფინანსურ ბაზართან, მაგრამ მოკეთ ეგეთი ამბავია რომ პრეზიდენტის მაგიდაზე დევს პატარა ხუთი და არის წითელი ღილაკი, იცით ეგ ამბავი? და ტრამპმა თქვა რომ გამოსვლა ქონდა მე შევიერთო YouTube-ში სახოთ რომ ყველას გონია რომ ეს ღილაკიო არისო ატომური ბომბის გამშვები ღილაკიო და არა და ანუ ყველას ესე ეკონა, მაგრამ თქვა უნდა ეს არა სერიოზული არის, ხე ესე წკაპდაჭერით არ შეიძლება და ვეც შეიძლება, ხო ესე თუ ნაყოფილა რა ღილაკი შეიძლება კონდეს პრეზიდენტს, რომელიც მან განაახლა, მანამდე ეს ღილაკი იყო ფუნქციო და ტრამპმა განაახლა ეს ღილაკი რა. რა, ანუ ჩემი ჩვენია მოსამ ასისტენტი. აი ახლოს ასისტენტთან არ უნდა იყოს დაცვის შემო. ასისტენტს მოაქვს Coca-Cola Orange Light. ზერო რა. ეგ ზერო ღილაკი არის Coca-Cola ზერო. ბაიდენის დროს იყო, ხო ეგ? ხო და გაუქმებული ყოფილა, მე არ ვიცოდი და მოგეთ ეხლა განახლა ტრამპმა რომ ეს ვარიო Coca-Cola ზერო დააწვა. მეორე ლურჯი და პეპსი მოვა. ხო და ანუ ეგეთი ის არის რა, რომ მაინც ხა კოლა ამერიკული ტრადიციული ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც მათ შორის დასაკვების ნაწილში საკმაოდ დიდი ხოდები აქვს ამერიკაში და უბრალოდ რა თქმა უნდა ეხლა რა უნდა რისი ლობირება უნდა მოახდინოს თუ არა კოლა და ტესლა თუნდაც და პარემ ტესლაზეც რო ვთქვათ რა გააკეთა და რა მოვიდა ილონ მასკის მანქანების ბიზნესი. შენ ოჯახში ყავს ხო ტესლა? ტესლა ყავს.
რამდენი 4-3? 1. ან მართლა ყავს ადამიანს. ხო, მართლა. რა ტესლა ყავს? Y, Y. რამდენი ხნით სადაა ტერიტორიულად რო ვიცოდეთ მაინც იცი რატომ გურამ იმიტომ რომ ამერიკაში ეს შესავალი გავაკეთე იმიტომ რომ ამერიკაში დაძდევენ ეგეთ ხალხს საქართველოში არ გვაქვს ეგ პრობლემა ჯერ მე რომ ნახოს ინფორმაცია ვეც იქნება იმ სიაში რომელიც გამოუკვეთს პრინციპ ჩვენ ყავს გვაქვს ისა რა ქვია ტესას ოფიციალური ისა არა ხო ანუ ვერ გამოვიყვან ხო აქ არ არის ცენტრიდან თუ არა როგორც ინოსორო შეიძლება ჩადო მაგაში გახსნა დავფიქსები კი ოფიციალური დავფიქსები რამდენად მინდა რომ წაბაგო ფული დისტრიბუტორი გახდები მანქანების ცუდია კი რატი გავხდები კი მე ხომ ყავს საერთოდ მანქანა მე ტაქსის კომპანიებს ვაინვესტირებ ეს იმას ამდიდრებს ხო ერთ კომპანიას ვამდიდრებ მე რა დაჟე ბენზინს არ ამდიდრებენ და ისე რა გიჩდება ბარი მე ვგითხრა აი რო უთხრა მახურებელს რა ჩდება ან მოკეთ 100 კილომეტრის გავლაში რამდენი ლარი იხარჯება დატენოში გაჩნია ანუ ორნაირი დამტენი არის რა ერთი არის საფასარი არის მეორე არის ჩაოლები რომელიც 8 საათი ტენის 9 საათი რა რამდენ ხანში იტენის და აი ჩაოლები დამტენი ტენის 9 საათში მაგალითად და ჯდება სადღაც ალბათ 40 ლარი გაძვირდა 30 ალბათ რაღაც ასე ფასტიგის გააჩნია ოღონდ ის ტევადობა რამდენი აქვს რა Y-ს რამდენიც აქვს რო გამოთვალეთ დაახლოებით ფასტჩარჯი 9 საათში ტენის და 50 ლარი ჯდება რაღაცა ანუ 60 არ 50 არც ევა გაძვირებულა ხო მანამდე უფრო იაფი იყო მე მგონი კი ბევრია ხო და მე როგორც მახსოვს ჩვენ ტესლა რო ყავდა მოდელ 3 ტეტრის ხო რამდენად დავტანი თუ არ დავიტანი რო ყავდა იყო და 2021 წელი თუ 22 წელი 22 წელი ზამთარი იყო 22 სო მთავრდებოდა 2022 მაგრამ იცი რატომ მეზიზღება ტესლა ისე სხვათა შორის კიდევ კაი დაუნფოლს განიცდის რა ეხლა რაც ნახე ძალიან მომეწონა ეს ხო მაგარი იყო მოდელ 3 რო ყავდა ანუ ღამე დავტოვეთ ტყეში ვიყავით გადაღებაზე 24 საათი გავჩერდით ტყეში და წარმოიდგინე რამდენ პროცენტზე ვიყავთ 70%-ით მივედით ხო ტყემდე და უკან წამოვედით დაყენებული ყავდა ჩამქრალი ყველაფერი ისე უკან წამოვედით 30 გრადუსით რა მოხდა შენი აზრით 30 გრადუსით 30%-ით რა მოხდა შენი აზრით დაგჭათ არა ჩართული და მე მართლა სიცივის დროს დაერხა ბატარეას ბიჭო ხო და ეგ მე თვითონ კონკრეტულად მაგარი ბრალი იქნება თორე ყველას ეგრე არ ჭირს ხო მაგრამ რა სიცოცხლეა წარმოიდგინე 40 ანუ როგორ შეიძლება 40% დაჯდა იმის გამო მოვიდეს მასე რაღაც შეიძლება მოვიდეს არ გაიყვეს ანტიფრიზი არ გესწრა ბიჭო ხო მაგრამ ჩინური ელექტრომობილები აიქცა იმიტომ რომ სადა იქცა ემირატებში უბრალოდ როგორ იცი მანქანა პარკინგზე ფეთქდება ხო გამიგია სიცხეს გამო ხო ამიტომ ჩინეთში ისა რა ქვია აიქცა ოფიციალურად ემირატებში ჩინური ელექტრომობილების შეყვანა აქ ტესლასი არა აქ მაგრა შემოყარეს მაგალითად ხო და აქ შემოიყარა რა ხო შენი გაპიარებულია და შენი ბრალი არა ხო და რა ხდება ახლა ილონზე იცი შევაფშე კი რო იმ წვავენ მანქანებს და რაღაცებს აღარ მითხარი გამახსენე არ დავიცოდი კი ძალიან სიბინძურეები ხდება მინდი რატო მოკეთ ხო ანუ ეგ არის რომ ხო ვიცით რომ მოკეთ ტრამპმა ცალკე დეპარტამენტი გაუხსნა დოჯის დეპარტამენტი დაარქვეს დოჯკოინის ვარიანტში და დაევალა ილონ მასკს და მათ შორის რესპუბლიკების წინა ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატს რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ბიუროკრატია და ზედმეტი ხარჯები რო გვაქვს სიმსივნეს სახითო მოაშორეთო და რაღაცა შეხედეთო რა და ამ ხრივ დაერია მათ შორის USAID-ის ორგანიზაციას მათ შორის მე რადიო თავისუფლება რომელიც სხვადასხვა შორის თბილისშიც ფუნქციონირებს თუ იცი და მე მიყვარს ეგ რადიო იმიტომ რომ ძალიან რაღაცა კარგი კონტენტი აქვს რა გასხვავებით ტელევიზიისგან და აი ამ ყველა ამერიკულ პროდუქტს დაერია ილონ მასკი და მოკეთ მისი გუნდი არა მარტო ამას შიდა ადმინისტრაციული ხარჯებიც ქათივ ეგრევე რაღაცა შეამცირა და ან გაუქმება ან საერთოდ დონაციიდან ჩახსნა მოკეთ ამ ხელა მოკეთ ილონ მასკის ჩართულობა პოლიტიკაში გამოიწვია ის რომ რეალურად მოსახლეობა დემოკრატები და სხვა ის ხალხი ვინც ლიბერალები არიან და ასე უნდა აი ამ კლუბში მათ თქვენს რომ ეს არ შეიძლება და ყველა დაუშვებელია ხო დაიწყეს ერთი საფრთხო აქციები და
და მეორე ის რომ დაიწყეს რომ ილონ მასკის კომპანიის მიმართ დაიწყეს ბულინგი და ააგორეს PR კამპანია იმისა რომ ილონ მასკის კომპანია გავაკოტროთო. ანუ დღეში ერთ დღეში კომპანიის აქცია დაეცა 15%-ით და მე მგონი ერთ დღეში 100 მილიარდი დაკარგა ამ ადამიანს და რიცხვებში შევა მერეოდეს პლუს-მინუს მაგრამ ჯამურად ესე იყო და კიდევ ერთი წავიდა რომ მოკეთ გაუტეხეს ბაზები ილონ მასკის აი ამ Tesla-ს მოდელებს ხა შემაქ ასე თქვა და ის არ დაგიხო დახეული სახელმწიფო რა მოდი იმიტომ არა ამერიკაში დარეგისტრირებული როგორ არის აი ყველა დარტყმა რომ ფიქსირდება და ასე შემდგომ რა. მოკეთ ყველას ინფოები ამოყარეს, საიტზე გაუშვეს როგორც ღია სორსი, რომ აი ოთოს რო ყავს, ოთო ცუდი ტიპია, იმიტომ რომ ყავს ილონ მასკის მანქანა და მოკეთ უბიძგებენ რომ ეს მანქანა გაყიდე, ან მოხდება შენს მანქანაზე ვანდალიზმი თავდასხმა. რის გამოც ხალხმა მოკეთ მასიურად დაიწყო გაყიდვები და ვინც არ გაყიდა ესეთი საინტერესო რაღაცას მიაგნიეს რომ მოკეთ Audi, Toyota, რა ვიცი, Honda, სხვა ყველას ეს ლოგოები იყიდეს, Tesla-ს ლოგოები მოხსნეს და მიაგნეს ეს ილონის მანქანა. ან და წავიდგინე ამერიკაში დადის რაღაცა Tesla რაღაცა მესამე და Audi-ს ლოგო ახალია და ვიღაცა ვინც იფიქრებს აი ეს Audi არ დავაზიანო და უკეთ ჩაულის გვერდზე რა. მაგრამ ისე გამოიწვია ამ საგარეო პოლიტიკის როგორ ძალიან ხისტი დაწყება რაც ამერიკამ დაიწყო რა. მათ შორის ილონ მასკმაც მოკეთ პოლიტიკაში ნამეტანი აურია. თქვენ იცით რამდენი დაკარგა ილონ მასკმა რაც ტრამპი მოვიდა და საერთოდ დაკარგა? ხო მე ჯიბეში უხდები. რამდენი დაკარგა აბა? შენი აზრით? შენ იცი რა თქო. შენი აი რამდენი დაკარგავდა ილონ მასკი რამდენი რაც ტრამპი მოვიდა. თვითონ Tesla-ს კომპანია თუ იმენა ილონ მასკის net worth-დან რამდენი წავიდა? ხო რა, მისი მთლიანი. ხო რა. ნავი. 5 მილიარდი. და შენ არასწორი ხარ, 100 მილიარდი დაკარგა უკვე? ეს საათში მილიარდი. ხო, ძალიან ბევრი დაკარგა. აი კომპანიის იყო და თვითონაც დაკარგა 100 ხო, ანუ იქიდან აქამდე დაჟე უკვე მეტი, იმიტომ რომ მე სადაც 2 კვირის წინ წავიდი. ეს რამდენი ხონა მაგას? 400. სულ აქვს, ეხლა შევდით ბარემ თქვენ რომ Forbes საიტში შევდი და სულ აქვს 556 მილიარდი. ეხლა ამ ეტაპზე და სხვათა შორის ეხლა უწერიათ რომ 5.5 მილიარდი უშოვია, 1.46% დაუმატებია რა. იცი რა არის? ანუ 100 მილიარდი დაკარგაო, აბა ხო და მას ეს არის შოუ ამ დაუწყია ხა კომპანიის აქციებიც იზრდება. რანაირად ბიჭო, ანუ ყველაფერი ცუდად წაუვიდა. ესე იგი ის რაც ჩახსნა გრანტები თავისთვის მიიღო. შესაძლოა რომ კომპანიის ღირებულება, ანუ ეს ხო ცალკე მისი ნეტვორკია, კომპანიის ცალკე ღირებულობა, ხო და ამიტომ სხვა შორის კომპანია Tesla-ს ეხლა აქციები ხარ უყურებ, ხო? აი მაგალითად 18 მარტს ღირდა $222. ხო. 18 მარტი თითქმის ერთი კვირის რა. ახლა ღირს $288. ანუ ეხლა რა ხდება, როცა ეს რა ხდება? ამ კაცს მანქანებს უწვავენ? ხო. აგინებენ? იმაშო და უფრო მეც შოულობს თუ რა ხდება გეტყვი. ეს რა ლოგიკურია როგორ ახსნა? მარტივი ახსნა აქ ამას, როდესაც შენ ხედავ რაღაცა უფასურდება, მაგრამ შენ არ ხარ მოძულე ილონ მასკის ან არ ხარ ამერიკელი, ხო? ხედავ რომ კომპანიის აქცია დაეცა და გახდა $216. ანუ ეძახთ ამას discount price. ანუ და იყიდი გიჟივით. იყიდი გიჟივით, ჩადებ ეგრევე 5 მილიონს, 10 მილიონს და იტყვი ეს ნაჩქარი ფასია. მე ახლა ვაპირებ ძალიან დიდ სკანდალებით ადგმას. სკანდალი დადგა. ჩემს coins უშვებ, რო იცოდე ხალხო. და რო გამოუშვებ, დავდგა ძალიან დიდ სკანდალებს. ვიქნა ეგ ქართულმა რო გამოუშვებ, დასკამაყოლა. ის რო არის. დასკამაყოლა. ირო არის, ოკეი, მას. რა მაგარი შეფასება. მანგომ მანგომ გააკეთა, ხო, მანგომ და კიდე ერთმა იმან არ გააკეთა, mutta თავის კონი რო გააკეთა. აქ რო უბერავდა რა ქვია იმ. რა ვიცი, გურო, ყველა უბერავს. დავითა. ქოიავა, დევიდ ქოინი. ეგ და ზეთოვიჩ დავითა, ახლა რო real estate-ში იყო და მანდანაცო წამოვიდა. ხო და ის მანგო ხო მანგომ დასკამაო ხო მე რაღაც ეგ ხო მე ის იმიტომ რომ ხე მე ინტერნეტში რაც ვნახე ხა უი ის იცი მანგოზე რომ მანგო რო დაუსწრებოთ ციხეში იმას რა ქვია რუსებმა რუსეთმა მიუსაჯა 7 წელი დაუშიადგან იყო რა ომის პერიოდში ანუ რუსეთში რო ჩავიდეს გასროგავენ ეგრევე კი
მაგრამ ეგ არის რომ მოკეთ კომპანიის აქციები რო თქვა რა ვიცი ნენელა ეხა რო თქვა უფეშა რო თქვა ინსერტება მაგრამ ფაქტია რომ მაინც მძიმე მდგომარეობა არის იმიტომ რომ ვერ გაუგია დასავლი რას როგორ აკეთებენ ამერიკის მთავრობა რა ეს არის ძალიან სენსიტიური ამბავი ყოველთვის რა ხო კიდე შენი აზრით მისცემს ტრამპი იმის უფლებას რომ დაბომბოს მარსი საიდან მოიგო მერისთვის ვზივარ რა მე მარტო მე ყოველთვის მე მარსელებს კიდე ატომური ბომბები უნდა ჩავყარო არ იცი ეგა არა პროსტა ბიჭო გათხე ანუ უნდა გავათხევადო ხო ის მოლეკულები რაც არის წყლისო ის უნდა გახდეს თხევად იმაშიო და მაგას ჭირდება ატომური ბომბებიო თვითონ თქვა მასკმა თქვა მაგრამ საინტერესო მაგარი თეორია მაგრამ ხო მაგრამ ვინ მისცემს ატომურ ბომბებს ერთი 30 მაინც დაჭირდება რომ ეგ გააკეთოს შენებს 30 წელი 30 ატომური ბომბი ანუ 30 დაჭირდება რომ გააკეთოს იმ მარსს გაანადგურებენ ხო მარსის დედას მომდა ამ ხოლმე გახდება მარსი აღარ იქნება მე ვთქვა ვიშ როგორ მიფინავთ მორჩა არა იდეაში ეგ დაბომბვა არა ის ცუდი ვარიანტი რა ეგ რას თქვი რა ახლა პროსტა პლანეტა არის ჩვენ რომელიც გამხმარია და არა ბიჭო მე იმას ვამბობ რომ ვინ მისცემს გადარეულ ილონ მასკს 30 ატომურ ბომბს დავით რუსეთთან კი ძალიან მაგად მეგობრობს ილონ მასკი და პუტინთან განსაკუთრებით ხო და არა სტაბილური ტიპია იმენა საშიში მასტი არის რა ხო რა საშიში არის ყველა ვინც მართლობაში არის ხო აი ზოგადად მასამდე ტრანსპორტირი მაგრამ ტიპი ჩეინსოუთი დგას პრეს კონფერენციებში და მაგით დარბის ანუ არო ეგ ტიპს ვერ ვანდობ შენ იცი მარსზე რომ 2 ჰექტარი მიწა ის ღირს $3 აუ ეგ მაგარი ფეიქი არის რა ის $3 ნახე ზადრას და მარსზე ხო გინდა მიწა ჯერ ვის დაქვემდებარებაშია არის 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 პროსტა წავიკითხე სადღაც რომ $3 2 ჰექტარი ახლა დააბოლებენ ამერიკელ ბაბუებებს სხვა შორის რა გამახსენდა ლაშა გელაშოს რო აქ აუქცია ხო მან მანდაც კი ქონდა და ეთქი არ იყიდოთ ხალხი და არ ქნათ ხალხო არ დაბიდოთ იმიტომ რომ $60 ხისაც ეგ რა თვარეზე მიწა და მარსეც მიწა რომელიც შეგინა რა არ გინდა მარსზე მიწა არა ნახე ახლა აი ახლა შეიძლება ვიღაცა კომენტარში მაგინოს კოორდინატებს და ესა შენი მე არა შეიძლება მაგინოს ახლა ვიღაცა მაგრამ აი ნახე წარმოგიდგენთ აი ოდნავ რეალისტურობასთან რომ მივიდეთ მაგალითად თვარეზე რომ თვარეზე შეიძლება რაღაცები გაკეთებო აი პროსტა არ იყიდი მაგრამ კი რატო არ ვიყიდი მაგრამ არის რო შეიძლება დიაფი არ იქნებოდა არც $60 არ იყრებოდა ეგ და არც $3 მე თვითონ ჩემ შვილთა შვილებს დაუტოვე მაგ დროს როცა მივალთ რომ აი როგორც ხა შენ გლდანიდან გამოდიხარ და აი ესეც კაპრო აფრინდები სადღაც და მოვა ეგ პერიოდი ხო მე უკვე გეტყვიან ეგ სადაც იყიდე ვიღაცამ დაგსკამა მაგ ხა უკვე ჩვენ ხო ანუ ვიღაცა დაქვემდებარა მართლობა რავი ამერიკა ვიღაცები მართავ და ეგ შენ რო იყიდე იქ ვიღაცამ დაგსკამა იმას მოკითხე პასუხი მაგას ვინ მოგცემ არავის დაქვემდებარა მე ვაბობ აი ლეჯით რაღაცა რო იყოს მეთქი არ იყიდი კი რატო არ უნდა ანუ ვიყიდიდი ყველაფერი ყიდვადია როცა ინვესტიციას ვამბობ მაგრამ ახლა რო არარეალისტური ეს ყიდვა ეგ მეორე მაგას ვამბობ მაგერ ლაშესთან იყიდეს და ამერიკა წეგან ამერიკა ახსენე ამერიკის პრეზიდენტი ვინა დონალდ ტრამპი ტრამპმა იცი რა გააკეთა გურა აბი რამდენი რაღაც გააკეთა აი შენ რო შეგახო იცი გრინ კარტა რო ყვირი მე ხო მე როდის ყვიროდი გრინ კარტას ვითომ ყვირი ხარ ყვირი ვარ გრინ კარტა გაქცევაო ჩერეს მექსიკა ხო მექსიკა არ გადახდე $5 მილიონი გააქვს 5 მილიონი ცოტა მაგდია ინვესტორი ხარ ინვესტორი დაუმატებს აუ ჩემიანი ყოფილა საღო ხო და ტრამპმა გამოუშვა gold ბარათი gold card-ი რომელიც green card-ის კაროჩე დააპდეიტებული ვერსია დააპგრეიდებული არის ძალიან შეგიძლია ანუ მოქალაქე ხარ ავტომატურად ოჯახი შეგიძლია ხო შეგიძლია ბიზნესი გახსნა შეგიძლია დაასაქმო ამერიკელები რეალურად მაგას ამბობს რომ ამერიკელების დასასაქმებლად ვაკეთებო ამასო ტრამპი იმას გაძლევს რა ხო ანუ ეგეთი სიტუაცია არა ამე ისო რა ქვია ემიგრანტები კი არ ზუსტო მე ხალხი წერდა ემიგრანტები კი არ ზუსტო ტრამპსო ღარიბი ხალხი ზუსტო რა უბრალოდ
ანუ ახლა შეიძლება მართლა ხო ახლა 5 მილიონს იმისთვის აკეთებს რომ ხალხი დასაქმდეს რა ის ხალხი დასაქმდეს 24 საათში მოხსნა 5 მილიარდი დოლარი ანუ 1000 ცალი გაკიდა ტიპმა 24 საათში და ამაყობს ამ პროგრამით და მე ვფიქრობ რომ ძალიან კრეატიული პროგრამა არის იმ პროგრამთან მართებაში რაც კი მსმენი ამერიკის მხრიდან იმიტომ რომ თუ გაქვთ 5 ავიღა რამდენი ბევრს აქვს რა შორის ხა ჩინეთში მაგალითად მილიონერი მე მგონი ყველაზე მეტი მილიონერი ჩინეთს ყავს მილიონერი ხო და ამიტომ თუ იმეს უნდა რომ გადავიდეს და თუნდაც მაგრამ მე რა მახსენდება იცი ამერიკაში ესეთი რეპრესიული საგადახდო სისტემა აქვს რა ცალკე შტატის ცალკე ქალაქის ასე შემდგომ რა მან ბიზნესი კეთება რა უნდა დაიწყო როცა აგერ ემირატებში თითქმის ნულოვანი არის საგადახდო თემა მაგრამ იმათ ხიბლი ისაა რომ ამერიკა ხვდები დიდებული ამერიკა საოცნებო ამერიკაა და წითელი ხალიჩა და ყველა all-star-ი და ჰოლივუდი და ბიზნესი და კომპანია მანდ არის რა მაგრამ რაღაც ხრივ ძალიან კრეატიული იყო იქ 5 მილიონი თან ძალიან იაფია რომ დაუფიქრე 5 მილიონი დოლარი დღესდღეობით ახლა ჩემთვის მაგალითად ერთი დღის სამყოფელი არის ხო 4 შემთხვევაში ციტუკან ბანკი არის და მან გამოვიტან ახლა ხო ანუ მაგრამ ერთი დღის რაღაცა არის ნუ რეკორდი მოხსენ რომ 1000 წელი გაკიდა 24 საათში და საკმაოდ დიდი ფული შეა ახლა 10 მილიონიც რომ მქონდეს ვიყიდიდი უეჭველი ანუ 10 მილიონის ბიუჯეტი რომ მქონდეს ვიყიდიდი დაჟე კი შეიძლება ძალიან გიჟული თქვა მე 7 მილიონიც რომ მქონდეს 6 მილიონიც რომ მქონდეს ვიყიდიდი ანუ სადაც აქ მივაღწე საქართველოს რომ მე რომ მივაღწიო 6 მილიონ დოლარს ვიდე 6 მილიონ დოლარი ხო წარმოუდგენელი რაღაცა სერიოზულ პროდუქტს ყიდი ესე იგი რომ იქაც შეიძლება ხო ანუ იქ რო წავალ ჩათვალე ეს გავასამაგებ და მე შეგიძლია ნიუ-იორკის ბირჟაზე მოხვდე და ეგრევე წკაპდა მულტიმილიარდერი ხდები ხო და ფორსიაში ოთო ეგრევე ხო თუ ვინმე ხართ არა მართლა ეგეთი თუ ვინმე ხართ და სამომავლოდ დააპირებთ არ ვიცი ეს gold card-ი იქნება თუ არა სამომავლოდ დააპირებთ მილიონრობას ვინც არ აპირებთ გადასკიპეთ ვიდეო თუ დააპირებთ ან ხართ ან მოხვდა ან გამოგიგზავნეს და ჩაგიგდეს მეგობრებმა დათაგეთ 3 მეგობარი იყიდეთ ჩემჩევას მოგცემთ რომ იყიდოთ წახვიდეთ ნაყიდი აქ და სულ 100,000 დოლარით წახვიდეთ და თუ თქვენ 5 მილიონი გააკეთეთ საქართველოში ესე იგი რაღაც სწორად გააკეთებიათ და იცით რაღაცა და იქ უფრო გაგიადულდებათ დამიჯერეთ ია გამოსლებით და საუბრობ მე როგორც ინვესტორი ხო გურა მაშინ მე არაფერი კი შეგეკითხე არა კი ნუ ვაიმის მომაშო მისი ძალები საკმაოდ სებუნებრივია და ახემატება ყველაფერს მე უნდა ვიждე 100 ხო თორე ზე არის გამოს არა თქვენთან არის პირდაპირ თვალის კონტაქტი მოკლედ კიდე გვაქვს 1-2 თემა და მე შეგვიძლია ბოლოსკენს გადავიდეთ და ნახოთ რა იქნება ხო და ბარემ კრიპტოსაც შევეხოთ იმიტომ რომ კრიპტოს მოყვარულები და აი აქციის კლიენტი მოყვარული ხარ მივხვდი სათვალე გაიკეთე იმიტომ რომ კრიპტოს ვეხები არა პირდაპირ აი კონტაქტი რო არ მქონდეს ხო ცოტა ისეთ ხარ ქვეფენას ისე მაფიოზობებს რომ შეიძლება ეგ რო ითქვა არა რა ხო ეკეთებ რაღაცებს თუ არა მომენტ არ შეიძლება ხო რატო ვის ეკეთა არაფერი მახსოვდა რომ ეკეთე შენ გახსოვდა და შენ ძალიან გახლაპარ ამ ჩაგარტყო თავში კარგი ეს ხო და მოკეთ კრიპტოს თემასაც შევეხოთ ნუ კრიპტოს დაუტირეს მარტივად რო თქვა ძალიან ისეთი პირდაპირ გაგებით და რაღაცა ბიცგები ნენელა უკვე ჩანს რომ რაღაცა დამოვიდა მე მგონი ის სიღრმისეული ნაწილი რაც უნდა ენახა ბიტკოინს რა თან უყურებ რომ 87,634 დოლარი არის ახლა თუმცა დღეს სამდენო ჩამოსული იყო მოკეთ ყველაზე დიდი ჩამოსვლა რავი ხარ რომ მოუნახო იყო 91-ზეც იყო ჩამოსული 80-ზე 75-ზე იყო როგორ 76-ზე იყო ჩამოსული რა 11 მარტს იყო 76,000 დოლარი მეტი დაბლა ნუ კიდე მონახვადია 78 თქვა 75-ის ფარგლებსაც აი ასე იბოდიალა რაღაცა მხარდაჭერა რაღაც დოზი შეხوار ქონა გურამ ბიტკოინი ნაყიდი მე ხაც მაგ ნელა ამოხს რა ნუ კრიპტოვალუტები ძალიან ზარდი არის და ნუ გასაგებია რომ კრიპტოვალუტებზე საკმაოდ ბევრი აქცენტი კეთდება რიპლიმ სასამართლო დაამთავრა ეგეც გავიგე და ამიტომ ველოდებით რიპლი რას იზავს უახლოეს მომავალში იმიტომ რომ მანამდე სასამართლო აჩერებდა იმიტომ რომ ბევრი ინვესტორი
შენელებული იყო რომ აი არ ვიყიდი იმიტომ რომ სასამართლო აქო მაგრამ საერთო ჯამში ნორმ რა მე მგონია რომ წელს 2025 წლის ბოლოს საკმაოდ ბევრი all time high და უმაღლესი ფასები გვექნება იმიტომ რომ მე მაგას ვაუბრ წინაზე თქვი ანუ ღირს კრიპტოს კიდო აი ხო TikTok-ის მე მგონი ვიდეოში რა თქვი მე ვთქვი რომ ჯერ ბულრანი არ ყოფილა თქო რა და პირველად თქო რომ ხო უკვე მიაღწია TikTok-ზე ვთქვი რომ ხო უკვე მიაღწიაო და მეთქი ეგ იყო შესავალი რა ეგ იყო ციგნის სარჩელი და მე იქნება ყველაფერი იმიტომ რომ თან პირველი წელი არის როცა მთელმა სოფლიომ რეგულაციები და კრიპტოს ხარაჯი გადაწყვიტა ილონ მასკს და ტრამპის გამო. მაინც წელს ეცემა ყველაფერი. აი, აღარ დაეცემა, მესვის შენი ეთქო შე რო იყიდი მაგიტო დაიცა. ხარ მე ინვესტორი და შეუძლია რომ შეაკავოს პორტფოლიო 10 წუთი. გაჩერდი. შენ ეთქო შე რო იყიდე ეთქო მაგიტო დაიცა. ეთქო იგძინეს. ანუ არა უშავს თქო ველუნები, მაგრამ ნუ ინვესტორია კი ეთქო. მე არ გამყიდიდი ამის ადგილას მაგალითად. ჩუ ხო. რა ბრენდის ათვალი აქვს მაინც მითხარი რომ რო გითხრათ არც დამინჯრე. იხტიან რა რეკლამაზე თქვი რა. აი არ მინდა რა, რატი არ მინდა რა, მომელაპარაკები რა. მარტი არ მანისო ჩაიწყო. ის კანიე ვესტი რო უშვებს თავის კრიპტოს. აი მაგან ხო თუ ინც აიღო რა. კანიე ვესტი ყველაფერს აკეთებს. ხო მაგრამ ეხა მაგის ეხა მიჯდა ვაფშე. ეხა კრიპტოს რო გამოუშვებს კანიე ვესტი იქნება მაგას რამე აზრი რო იყიდო. კი, მიმქონი იქნება და პირველ 24 საათში უნდა მოასწრო ყიდვას და გაყიდვას. რო იყიდე მარტო ის შოვის როგორღაც ძალიან ელვისების სისწრაფით რო იყიდი 8 წამში უნდა გაყიდო და შეიძლება გქონდა შანსი რომ მოიგო ან ვაფშე ამ 8 წამში შეიძლება დაგენგრეს ცხოვრება. გახსოვთ ჩვენ რომ ტრამპის მონეტაზე რო ჩავწერდა რა მთელი კომენტარები დაგვხვდა და ეხლა მოვიკითხავ მაგ ხალხს ისულით. არ დავთხოვეთ ხო უთხარით ერთად უთხარით რომ ხო. რა. არ იყიდოთო და თქვენო რა იცითო რაღაცაო და რატი მქვა ვიდეოში რომ კაკრას იმენა გაარტყი ხო? არა $30-ზე ჩამოვაო და $30-ზე იყო კი. მე და ეგრევე ჩამოვარდა. ჩამოვიდა ახლა ის $11. 11 დაჟე ტრამპის ბოლოს რო ნახეთ 16. მეც მასი ვნახე მეც მასი ვნახე 16 თუ რაღაცა როგორ იცი როცა აი თუ აცხრაც ეგ ადამიანის მონეტა რო ახსენე თუ ტრამპ ახლა ტრამპმა რა გაკეთა იცი რომ მისმა მეუღლე ტრამპმა წმინდა სპეკულაციაზე რო თქვა თელსოფლიოს გაუჩალჭეს რომ აი public სახე არიან უკეთ საზოგადო მოღვაწეები არიან და ახლა ტრამპის მონეტა როგორ უნდა იყიდო ბიჭო ხო უეჭველი იყიდეს ვიღაც აგროს ეკონომისტურად ეკონომიკაში და ფინანსებში ნათქვამია რომ თუ შენ არ მეტყვი მაგალითად რაში გჭირდება ეს მონეტა ტრამპის coin-ი რო ქვია ან რაში უნდა გამოიმუშაო ფული ანუ საიდან შემოგივა შენ შემოსავალი იმის გარდა რომ მიმიქონეს სპეკულაცია ხო აი რო გითხრასო ტრამპი ხვალ მაგალითად დაიწყებს რომ შეგიძლია შენ ტრამპ ტაუერში ბინა დაჯავშნო ოთახი დაჯავშნო ტრამპის მონეტით ეს უკვე ეკონომიკა ხო ეს ხო მოიცა გინდა მარტივად აუხსნა ძალიან ნახე აი ეს არის რამე coin-ი რა დაიკავე ეს ბულსენბერგის ჟურნალია რო იცოდი მონეტა კი ბატონო სწორი იყო ნამდვილად ეს არის მონეტა შენ გეუბნებია რომ ამის გადასამუშავებელი ეს შეგიძლია გქონდეს და შემდეგ ეს გამოიყენება ზუსტად ეს მატერიალი ზუსტად ეს რომ გადამუშავდეს და ამით შეგიძლია რაღაცები გააკეთო მაგალითად ამას რო დაანახებ ვიღაცას შეგიძლია ურიგო შეხვიდე აქ ამას რო დაანახებ ვიღაცას დისკაუნტი გაქვს რა ამით რო გადაიხდი მაგრამ ტრამპმა გამოუშვა როგორ იცი ეს გაქვს და აი უყურე რომ აქვს რა პლუს შაშოს აქ პირველ გვერდზე ზუსტად ტრამპის ჩახუტება და შეშფოთებული ხარი და დათვი არის წარმოქმნილი ხო და ანუ რომ აქვს რა არაფერი არაა რა და ეგა მიმქონი რასაც არაფერი მიზანი არ აქვს და ანუ არაფერს არ გიმსუბუქებს ან რაღაც პირად არ გეხმარება ეგ არის მიმქონი და ესაა მიმქონი ტრამპის ეს რა არის ეს მიყვარს ამის ახსნა დათვი და ხარი ეს რეალურად ჩვენი კრიპტომონეტა არის ოღონდ რომელიც გამო 2028 წელს დათვი და ხარი დათვები და ხარები ქვია ამ ჟურნალს ბულსენბერგს როდის გამოვა როგორ? როდის გამოვა? 2028 წელს. მაცოცხლე მაგა. შემდეგი ჰალვინგი მოხდება, ანუ კრიპტო ბიტკოინის ბლოკჩეინზე, როცა კიდევ შემცირდება ჯილდო. რაც მოხდა თუნდაც ჩარშან. მაგრამ ეხლა რა არის, რომ აი ეგ ნახატები არის რეალური ნახატები, ჩვენთან ოფისში არის ყველა მოხდა და ამას თავისი NFT ეგ ნახატი. ეს ნახატები NFT და თავის
ხილობა იქნება, მაგრამ როგორ შეიძლება რეგლამენტის ფასები გაიზარდოს, ამას ჩვენ ეკონომიკას ალკე უქმნით. მაგრამ ოთოს კითხვა არის შემდეგნაირი, იმიტომ რომ ძალიან პროფესიონალი ამ ნაწილში. იგი მე შევატყე ამ საუბრიდან გამომდინარე შევატყე ისმენ. დაფი და ხარი ხატია და ნუ ორივე შეშფოთებულია. როგორ უტევენ? დაფი როგორ უტევს და ხარი როგორ უტევს? შეტევას როგორ გადადიან? რა მოძრაობას აკეთებს? დაფი რას აკეთებს? რას აკეთებს? ვიპარება. შენ შევეპარია. დაფი ურტყავს თადს. ხო. ზევიდან ქვევით. ხო. ხარი აი ეს ქვემოდან ზემო. ზემო. ეს არის ბულიში, ეს არის ბულიში, ეს არის ბერიში. ანუ ფასების ვარნა არის დათვი. აქციათ რა. გასაგები მაგარი. შესაბამისად ბულსენბერგსი მაგიტო არის რა. მაგარისა. რო იცოდე მაგ. აგერ აქაც ვახატია ხო, აგერ ზემოდან ხო. არა ეს ზოგადად რატის მოგონილი არა, უბრალოდ ტერმინი არის ტრეიდინგი. ხო, მაგრამ გაბრენდებულია, დაბრენდილი დიახ. თან კარგად დაგაკეთე. ხო და ამიტომ ეს ჟურნალები, ეხა ეგ არის მარტის აპრილის გამოვა მალე მე მგონი უკვე გადასახსავნი არის და 29 მარტს 2 საათზე გეპატიშებით თუ გეცლებათ შეგიძლიათ გლაროს ჰოტელში შემოგვიაროთ გვაქვს საკმაოდ კარგი მოკეთ ღონისძიება რომელიც ეხება ფინანსურ თემებს და მაგრამ სავარაუდოდ ეს ვიდეო რო დაიდება უკვე გქონდა 29 მარტს გქონდა ძალიან და შეგიძლიათ ვეღარ მოხვიდეთ შეგიძლიათ ვეღარ მოხვიდეთ ნამდვილად უკვე ვიყავი და ძალიან მაგარი იყო მოკლედ ვიდეოები მალე დაიდება უკვე Facebook-ზე ფათაშორის Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ყველგან Traders Hubs გაყევით და follow-ეთ, რომ ესეთ რაღაცები არ გაგვიქვთ, იმიტომ რომ პოდკასტები სავარაუდოდ იგვიანებს ხოლმე რა. ხო, თან რა არის, იცით რომ იდეაში ეგ ივენტი სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა, არის უფასო. და ყველა მაგ ხარჯს ვიგებთ მოკეთ აი ამ თანამონაწილეობითა და შემდგომ ჩვენ ინვესტორი. ხო და მთელი გათვლა არის რომ საქართველოში იმდენ დაბალი არის ცნობიერების დონე ფინანსებში და ზოგადად ინვესტიციებში და ტრეიდინგში რომ ადამიანს კიდევ რო უთხრა სხვებისნაირად რომ აი მოდი რა მაგარი ივენთია და 150 ლარი 100 ლარი გადაიხადე ცოტა არ იყოს ალოგიკური მგონია რომ როცა დარგი არ არის განვითარებული საქართველოში და მათზე კიდე ფული გააკეთო. ამიტომ ჩვენ ვთქვით რომ ივენთებზე მონეტიზაცია არ გვაინტერესებს ამ ხარჯს როგორ მე დავფარავთ, ოღონდ თქვენ იყავით ბედნიერად. მოდით და ეს არის საუბრობენ პროფესიონალები, საუბრობენ სპიკერები, გვაქვს პანელური დისკუსია და დაუშვით კითხვები და დაგვისვით კითხვები, რაც გაინტერესებს, რაც ამ ბაზას ეხება და არანაირი ამაში ფინანსური დაინტერესება ჩვენი არ არის. უბრალოდ ცნობიერების დონე გავზარდოთ გადაღებებით, ვიცი, გაზიარებებით, სოციალური ქსელებით, რომ ეს დარგი კიდევ უფრო სწორად განავითაროთ საქართველოში, თორე ამით დაღუპული ხალხი ძალიან ბევრი არის, იმ გაგებით, რომ დაზარალებული ხალხი. ძალიან ბევრი არის რა. ხა ჩვენ შეიძლება ვხუმრობთ და რაღაც, მაგრამ ადრე ზოგს მაგალითად აი იყვნენ ავიც ყოველ მეორე კუთხეში საბროკერო კომპანიები და ხალხმა თუმე ბინები გაყიდეს, ფულები მიუტანეს და რა ვიცი ის ხალხი მე გარეთ დარჩნენ და ასე შემდგომ. ბევრი სიუჟეტი არის ამაზე ინტერნეტში, სადაც დავუყია და აი იგივეა თითქმის როცა საქართველოდან რო ხდებოდა თუ ხდება დარეკვები ავი ევროპაში რო ურეკავენ ბებიებს და ფულებს არის ხინებენ და ყველაფერს ადებინებენ. ეხა ის ქალი რო იყო მარიამ რაღაცა you never will აი ეგ არის რომ ეთი რო ჯერო საქართველოს უთხდება სახელი და კი თან ძალიან დაბალ რეიტინგული ქვეყანა და ამავდროულად ის ხალხი ზიანდება და რა მნიშვნელობა ის ევროპელს სკამავ თუ ქართულს სკამავ სკამერობა არის ჩემთვის და ყოველ მიუღებელია. ბატონო გურო. ბოლო პოდკასტის ბოლო ნაწილზე გადავედი. დღეს რაღაცა იმით წახვედით უკვე ინფორმაციებით, როგორც ვატყო. შენ გინდა რომ ჩემნაირი გახდე, ივენზეც იყავი. და შენ უკვე გინდა რომ ჩემნაირი გახდე. იცი ოდის იქნები ჩემნაირი. ხო. როდესაც გრუნის აი ამ კონვერტებს ამოატრიალებ. და აქედან ერთი არის Forex-ი, ერთი არის stock market-ი, ერთი არის კრიპტო. ანუ სავალუტო კრიპტო იცი ალბათ რა არის. ოღონდ ხელით არ გაჩვენებ ახლა რომელი არის. არც მე არ ვიცი რომელში რა არის. უკვე მაჩვენე მე მგონი. არ მიჩვენებია. ანუ მე არ ვიცი. კარგი ხო გასაგები.
რომელსაც გინდა დაადე ხელი, აირჩიე და იქნება კითხვარი, რა თქმა უნდა, დაგეხმარები. როგორც შენ პატარა ძმას. ძალიან მარტივი კითხვები არის. ხო, ანუ ისეთმა ხალხმა გასწაბო, მაგალითად შენ თუ გინდა რაბანასთან ჭიდაობა, რაბანამ 5 ვესტორად გასწაბო. მე შენი ჭიდაობაში ვიდეო ნახე, კაი გამახსენე და დავაბულინკე. აუ რა იქნა თქო და ნამდვილად. დიახ, Forex-ზე არა. Forex-ი ძირითადად რისი ვაჭრობის ბაზარია. აქციები, უძრავი ქონება, ვალუტები თუ ნავთობი. ვალუტები ნამდვილად გურამ შენ პირველი აი ასე თამამად არავის არ მახსოვს. არ ვიცი. ხო, ანუ ეს ანუ ეს რუბრიკა არის, ანუ რა გავიგე მაგის ის არის, რა ქვია. არა, საერთოდ Forex-ზე საერთოდ არ გვილაპარაკია, მაგრამ ეს როგორ არა აქცენტი. ხო, ანუ ვახსენეთ, მაგრამ არ გვისაუბრია ხო, არ გვისაუბრია. ეს არის ნამდვილად იცი შენ ზოგადად. ანუ არ ტეხავს ამაში, ჩაიჭრა არ ტეხავს. ხობიერების დონეს უსწრებს. რა არის Forex ბაზარზე ევრო USD წყვილის მნიშვნელობა? ამერიკული აქციების ინდექსი ევროფასი დოლარში, დოლარის ფასი ევროსთან შედარებით, ოქროს ფასი დოლარში. C ალბათ. დოლარის ფასი ევროსთან შედარებით. კი ბატონო, სორია. რა გინდა ძლიერი? რატი? ეს ინვესტორი ხო არ მომიყვანე. მე ხო გითხარი მე რაბანა რთული კითხვებია. წინ ბანკია მეთქი, იქ გამოვიდა 5 მილიონს წავალ. რა ის რთული კითხვებია, მაგანაც მარტივად ვიმის. აი აქ თავიტები მე. ხო, აბა მიდი. Forex-ზე leverage რას ნიშნავს? და leverage რა? ხო, leverage, okay, ეგაა რა. დაბეგვრის სქემა, გარანტირებული მოგება, ცესხი პოზიციის გასახსნელად, ვალუტის გაცვლითი კურსი. აბა რა არის გურამ გითხარი მე? არ ვიცი რა. ბალანს ერთულინაც ეგ ეხლა ისეთი თემაა რომ ინტუიციით გეტყვის. მე კარგად დავაკვირდები ასოებს. მიდი გურამ. აუ მიდი. წინა კითხვა მეორე. დაბეგვის სორია, არა. ან ნახე, მოკე დაგიჩი რა არის. სორია, მე რატომ მეკითხე გურამ, მე არ ვიცი, სორია. არა, ნახე. ესე იგი არ ვიცი. სესხი პოზიციის გასახსნა. ეხლა თქვი მარტივად ძალიან ჩქარა რომ გითხრა რა არის. Forex-ზე შეგიძლია ვაჭრობა დაიწყო $50-დან. მაგრამ კითხვა ჩდება რომ $50 რა უნდა ვაჭრო. ანუ შენ რა პოზიციას ხსნი? დამატებით იმ პოზიციაზე სესხს იმატებს ბროკერი, მაგრამ ეს სესხი კი ესეთი არის, რომ რაღაცა ანუ გადასახადი კი არის, როცა დახრა ავტომატურად იხურება მისი სესხი, მაგრამ აი მაგალითად თუ გახსენი პოზიცია $5-იანი, მე ბროკერი $5 დაგიმატებ. რო დახრა პოზიციას მოგებით, მაგ $5 საქართველოს თან საკომისიო სწავლია, ჩემსაც და მორჩა რა. აი ეგ არის leverage-ის ყველაზე რა ვიცი, ბანალური ახსნა ესე რომ. ანუ შესაბამისად რა არის? სესხი პოზიციის გასახსნელად. დიახ. შენიერ. და მაგაზიანა. ისტორია რა ყოჩაღ. რომელი დროა ყველაზე აქტუალური Forex ვაჭრობისთვის? კვირა საღამო, ევროპისა და აშშ-ის სესიების გადაკეთებთან, ღამის 3 საათი ტოკიოში, შაბათი დილა. აი ნახე, მაკედან წესდერგით 2 უნდა ეგრევე გამორიცხო. ალბათ შაბათი დილა. ვარა, ნახე, შაბათკვირას ბაზრები არ მუშაობენ. ნუ კრიპტოს გარდა. ხო, შაბათკვირა, ანუ გამორიცხეთ. გამორიცხული. ალბათ B, ევროპისა და აშშ-ის სესიების გადაკეთება. არა? B. ეგ არის, ევროპისა და ამერიკის სესიების გადაკეთება. ანუ ძალიან სხვა level-ზე ხარ და უკვე ეგრე მიგდებ გურამ, უკვე აგდებული ბიჭი ვარ ეგეთი. რომელ შემთხვევაში Forex trader-ის რომელ შემთხვევაში Forex trader-ის შეიძლება მოგება მაშინაც, როცა ფასი ეცემა. მოკეთ რაღაცა უნდა იმოქმედოს, როცა Forex-ზე ფასი ეცემა, ფასის გახსნაზეა საუბარი, ფასის ვარდნაზე რა ღილაკს უნდა დააწვეს. მხოლოდ მაშინ როცა leverage იყენებს, თუ ის long პოზიციაშია, როცა დოლარი იმარჯვებს, თუ ის short პოზიციაშია. ცოტა რთული კითხვაა, რატი? ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ მაშინ აგიხსნი რომ მოკეთ ვაჭრობა ხდება როგორც ფასის ზედაზე, ასევე ფასის ვარდნაზე. ხო. აქ გკითხვა რომ ფასის ვარდნაზე რომელ ღილაკს უნდა დააწვეო. ფაქტიურად ეგეთი თქო არის. Long-ი და short-ი იგივეა, რაც buy და sell-ი.
ანუ ტრეიდინგში buy long ნიშნავს ფასზე და sell short ნიშნავს ფასს ვარ. ანუ შორტზე. კი, წარმოდგენილი მაქვს როგორ რა იმაზე სამოდგენ. აი ეს რო ჩამოდის რაღაცა და სანთლები, candles და მე ზევიდან ჩაქუჩს რო ურტყავენ და ქოით მაგნიტს რო უდებენ და ზევიდან ჩაქუჩს რო ურტყავენ რომ ჩავიდეს ფასი. კარგი ვიდეოები განახე. ხოლოდ მაშინ როცა ლიბერიც იყენებს. ბიჭო, შორტიო, აგერ. აი შვიჯერს კი შორტი მე. ხო, მაშინ შორტი. აი ჩაიჭერი, მაინც ვერ ხარ რა, ჩემს ავიც. წეგა გითხარ, აი ამ წავს სწორი პასი გითხარი. 4. მოკლედ რა, მაინც ჩემამდე ვერ მოხვედი. შენ ამდენს გავეცი. მე ამდენს გავეცი, მე გულში ყველაფერს გავეცი. არა, შენ ის ერთი არ იცოდი. მეორე კითხვა. მე ვიცოდი, შენ რო არ გიგზო თავი რაღაცა დაჩაგულა და სხვა მოედანზე. მე შენ შეგიქმენი ისო. შენ დონეზე დავედი რა, ხო არ მინდოდა ეს იყო მე ხარ, მაგრამ აუ ბიჭო რა. მოკეთ, ძალიან დიდი მადლობა. როგორ დამაბულინგე იმი. საინტერესო მსმენელი იყავი. მეც მსმენელი ვიყავი ნამდვილად და მეც ძალიან კაი განმტებული გავლა. აი ოზი რო იყო სტურად მე ვიყავი მან მსმენელი. ოზი რო იყო ჯამში 2 წუთი ვილაპარაკე პოდკასტის განმავლობაში. ოზი მაგრამ ბევრი რამე იცის სამოკლიფო თემაზე ალბათ და ზოგადად ტოპლიო იმაზე ალბათ რა. სოფხედველობა აქვს სხვანაირი. ყველაზე ბევრი ვილაპარაკა თუ არა რაბანამ? რაბანას ბასტო ყოველთვის ეს ხომ. ბასტო რა თქმა უნდა. ბასტო ყოველთვის აფარებ. ძალიან ის. მოკეთ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეესრულებისთვის. ო ვიდეო ჩვენ ვათამაშებთ 10 USDT-ს და ახლა არის ის დრო, როცა უნდა დაისვას კითხვა. დღეს შევეხეთ ტრამპს და შევეხეთ მასკს. ამოდი მასკზე დავსვათ ასეთი კითხვა და ტრამპზეც დავსვათ ასეთი კითხვას. ორი კითხვა არის. ამაზე უეჭველი ორივეზე სწორი პასუხი მჭირდება. როდის გაყიდა ილონ მასკმა PayPal-ი და როდის აშენდა პირველი Trump Tower-ი. და აი ამას ზუსტად კომბინაციურად ყველაფერს ვაკვირდებით. ყველაფრით რო დაწერთ კომენტარებში, პირველი ვინც დაწერს, ეგ მიიღებს $10. კი, უნდა მოგწეოთ აუცილებლად მათ შორის ამ ტრეიდერების აპის Facebook ვერზე, რომ თქვენ ხართ გამარჯვებული და ჩვენ ამას გადავამოწმოთ და რა თქმა უნდა მე უკვე თქვენი კრიპტო საფულე გჭირდება, მისამართი და სწორი ნეტვორკი, რომ ეს თანხა არ დაიკარგოს და ჩაგეიცოთ თქვენ ნამდვილად. მოკეთ, ეს არის კითხვები, რაც შემოგთავაზებთ. ვიდეო დაალაიქეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ და კარგად იყავით.